ბათუმში თამარაშვილის დასახლებაში თბილისის წამყვანი კლინიკების ექიმ სპეციალისტების მონაწილეობით აფხაზეთიდან დევნილებისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევების აქცია ჩატარდა. სამედიცინო აქცია აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა და აფხაზეთიდან დევნილ ბენეფიციარებს შესაძლებლობა ეძლევათ უფასოდ ჩაიტარონ მრავალპროფილური გამოკვლევები, ექიმის დანიშნულების შესაბამისად კი მათ უფასო მედიკამენტები გადაეცემათ. გამოკვლევების მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთისა და აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრებთან ერთად დაესწრო და ბენეფიციარებს გაესაუბრა. ელს აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრომ ქვეყნის მასშტაბით 10-მდე უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც იფსარგებლა 1000-მდე ბენეფიციარმა და ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია ჩვენი მთავრობისთვის. აფხაზეთის მთავრობის ხდომაზე მინისტრებს დაევალათ 2026 წლის პროგრამები და პროექტები, რომელსაც ისინი წარმოადგენენ, უნდა იყოს მორგებული ჩვენი დევნილი საზოგადოების საჭიროებებზე და კეთილდღეობაზე. მრავალპროფილური კლინიკური გამოკვლევების პროგრამა მიმდინარე წელს სამინისტრომ თითქმის მთელი საქართველოს მასშტაბით ჩაატარა. კვლევები წარმატებით განხორციელდა და დევნილი მოსახლეობის მომართვიანობა იყო მაღალი. გამოკვეთილი საჭიროებიდან გამომდინარე, მომავალი წლიდან ჩვენი სამინისტრო აღნიშნულ პროგრამას კიდევ უფრო დიდ მასშტაბს შეძენს, რათა უფრო მეტმა დევნილმა შეძლოს უფასოდ სამედიცინო მომსახურებით სარგებლობა. დევნილი მოსახლეობა, რა თქმა უნდა, ჩვენი მთავრობის, როგორც აფხაზეთის, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრიორიტეტს წარმოადგენს. მათზე მზრუნველობა ესეც პრიორიტეტია. ჩვენი რეგიონის პროგრამები, რომელიც არის პრაქტიკულად ყველა ჯანდაცვის რისკზე ორიენტირებული, პრიორიტეტულად ემსახურება და აფინანსებს ჯანდაცვის მიმართულებით და სოციალური მიმართულებით აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას. მე წელს პირველად ვარ, გავიარე ენდოკრინოლოგთან კონსულტაცია. ყოველს საინტერესოა, რომ ერთ სივრცეში ტარდება, ძალიან კომფორტულია და მადლობა ამ პროგრამისათვის.